ნატო, მოგესალმებით პირველ რიგში და მადლობა რომ დღეს დაგვთანხმდით სტუმრობაზე, რომ ერთად გვემსჯელა ისეთ საკითხზე, როგორიც არის ემიგრაციის პრევენცია და ის გამოწვევები, რომლებიც შეიძლება მაგალითად დაბრუნებულ მიგრანტებს ჩვენს ქვეყანაში ჰქონდეთ. მადლობა ნანა თქვენს მოწვევისთვის მიგრაცია საკმაოდ აქტუალური საკითხი არის ჩვენი ქვეყნისთვის და ყოველთვის მზად ვართ რომ ასეთ აქტუალურ თემებზე ვისაუბროთ. მადლობა დიდი. მე ჩვენს მსმენელს უბრალოდ შევახსენებ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ქალთა ასოციაცია თანხმობა ვახორციელებთ პროექტს, რომელიც დაბრუნებული მიგრანტი ქალების და ახალგაზრდების გაძლიერებაზე არის ორიენტირებული და მათთვის ახალი შესაძლებლობების მიცემაზე, რომელმაც უნდა მოახდინოს დაბრუნებული ქალების ხელახლა ემიგრაციაში წასვლა. ბოლო წლების განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან არაერთი ნაბიჯი გადაიდგა მიგრაციის მართვის საკითხების კუთხით, ჩვენ მაინც ვხედავთ, რომ მიგრაცია ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციებმაც, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით დაიწყეს ემიგრაციის საკითხებზე მუშაობა, სამწუხაროდ სრულად იმ გამოწვევებზე რეაგირება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ემიგრაციაში წასვლის პრევენცია, დაბრუნებული მიგრანტების გაძლიერება ვერ ხერხდება. ალბათ მიგრაციის საკითხებზე რეაგირება იყო ერთ-ერთი ის მიზეზიც ხო, რის გამოც მიგრაციის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ქსელი შეიქმნა ნატო, რომელსაც თქვენი ორგანიზაცია უწევს, ესე ვთქვათ, კოორდინატორობას. თუ შეგიძლიათ რომ ამ ქსელის შესახებ მოგვიყეთ უფრო მეტი? ესე იგი, რაც შეეხება მიგრაციის ქსელს, მე უბრალოდ სანამ ამ საკითხს ესე გადავალთ და უფრო გავშლით ამ მიგრაციის ქსელთან დაკავშირებულ საკითხს, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ძალიან მოხარული ვარ, რომ გრძელდება ამ კუთხით დონორი ორგანიზაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მხარდაჭერა და ხელშეწყობა არასამთავრობო სექტორის, რომ ამ მიმართულებით პროექტები გაკეთდეს და განხორციელდეს და გადაიდოს გარკვეული შედეგები და სიკეთე, რომელიც ამ პროექტებს მოაქვს, მივიდეს მიგრანტებამდე, პოტენციურ მიგრანტებამდე, დაბრუნებულ მიგრანტებამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ წლები არის ამ სფეროს, მიგრაციის სფეროს დონორები ხარს უჭერენ, ასე ვთქვათ, დებენ რესურსს იმისათვის, რომ ამ მიმართულებით თუ კი არსებობს აუცილებლობა და საჭიროება და რა თქმა უნდა არსებობს, რომ საკანონმდებლო დონეზე თუ პრაქტიკაში შემდგომ ამ კანონმდებლობის იმპლემენტაციის დონეზე რაღაც გაუმჯობესდეს, ამ მიმართულებით ნამდვილად გვაქვს მხარდაჭერა და შესაძლებლობა სამოქალაქო სექტორს რომ ვიმუშაოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. და მიხარია რომ ჯერჯერობით მიუხედავად შექმნილი საკმაოდ რთული პოლიტიკური ფონისა, ეს მხარდაჭერა ჯერჯერობით გრძელდება სამოქალაქო სექტორისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისთანაც უნდა მივიტანოთ ჩვენის მხრივ პროექტები და გარკვეული სიკეთე, რომლისთვისაც გამოიყოფა ფულადი სახსრები დონორების მხრიდან. ეხლა რაც შეეხება თვითონ მიგრაციის ქსელს, ბოლო წლებში ამ მიგრაციის მიმართულებით მე არა იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ორგანიზაცია აღმოჩნდით ინიციატორი და ასე ვთქვათ სათავეში ამ ქსელის შეკვრის, ანუ ზოგადად მგონია რომ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის მიგრაციის სფეროში საქართველოში ბოლო წლებში რაც გაკეთდა. ერთ-ერთი კარგი ამბავი არის და ესეც შესაძლებელი გახდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ევროკავშირის დაფინანსებით, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, რომლის პროექტის ფარგლებში, რომლის განმახორციელებელი არის თავის მხრივ ICMPD, ეს არის საერთაშორისო ცენტრი მიგრაციის პოლიტიკის განვითარების და მათი პროგრამის ქვეშ, მათი პროექტის ქვეშ ჩვენმა ორგანიზაციამ მიიღო გრანტი, რომლის ფარგლებშიც უნდა მომხდარიყო მიგრაციის
ქსელის შექმნა, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ამ ქსელის ფარგლებში და ამ ქსელის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, რომ იმუშაოს მიგრაციის საკითხებზე, ხელი შეუწყოს მიგრაციის პოლიტიკის განვითარებას ამ ქვეყანაში, იყოს ჩართული სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის შემუშავების პროცესში, დაეხმაროს შესაბამის უწყებებს, სახელმწიფო უწყებებს იმისთვის, რომ ეს პოლიტიკა იყოს გახდეს უკეთესი. ამ ქსელის შექმნა საინტერესო პროცესი იყო თავის მხრივ, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენ გავაკეთეთ ერთგვარი, ასე ვთქვათ, კარტირება, მეფინგი იმ ორგანიზაციებისა, ვინც მუშაობენ მიგრაციის სფეროში და არა მხოლოდ ამ ორგანიზაციებს, არამედ იმ ორგანიზაციებს, ვინც მუშაობენ მომიჯნავე საკითხებზე, მათ შორის ადამიანის უფლებების საკითხებზე, ისეთ საკითხებზე, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მიგრაციასთან და იწვევს გარკვეულწილად მიგრაციულ პროცესებს. მათ შორის თქვენი არაჩვეულებრივი ორგანიზაციაც არის ამ ქსელის ნაწილი და საბოლოო ჯამში დღის მდგომარეობით ქსელში თავმოყრილია 30-მდე წევრი. ოღონდ ეს წევრები არიან არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები და განსაკუთრებული აქცენტებით ორგანიზაციები რეგიონებში მომუშავე, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან ადგილზე, თავიანთ რეგიონში, სოფლებში, ქალაქებში, რეგიონულ ცენტრებში არსებული პრობლემები დაკავშირებული მიგრანტებთან და სამწუხარო სურათია ყველამ ვიცით ის, რომ რეგიონებში განსაკუთრებით თვალნათლივ შეიმჩნევა მიგრაციული პროცესი, ხო, დაცლილი სოფლები, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებს თუ შევეხებით და არა მხოლოდ ყველა ოჯახიდან, თუ ყოველი ოჯახიდან არა, ყოველი მესამე ოჯახიდან წასული ემიგრაციაში ოჯახის წევრი. შესაბამისად, ამ ორგანიზაციებისთვისაც ეს ქსელი არის ერთგვარი პლატფორმა, ერთგვარი, ასე ვთქვათ, რგოლი იმისათვის, რომ ცენტრალურ დონეზე დადგეს ის საკითხები და აქტუალური გახდეს ის საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გადაიჭრას, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე პრაქტიკულ დონეზე. თუმცა ამ ქსელს გარდა ორგანიზაციებისა, ამ ქსელის წევრები არიან ასევე ფიზიკური პირები. ექსპერტები, ადამიანები, რომლებსაც გარკვეული კვალიფიკაცია, ცოდნა, გამოცდილება პრაქტიკული დაუგროვდათ მიგრაციის სფეროში და მიზანი სწორედ ამ მიგრაციის ქსელის შექმნის იყო ეს, რომ ეს ყოფილიყო ერთგვარი პლატფორმა და სივრცე, რომელიც თავს მოუყრიდა ყველა იმ ორგანიზაციას, ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებსაც აქვთ ექსპერტიზა, ცოდნა და გამოცდილება ამ მიმართულებით და მათი რაღაცა კონსოლიდაციით მომხდარიყო ერთობლივი მუშაობა მიგრაციის საკითხებზე. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ამბავი. მე მგონია, რომ ჩვენ ერთობლივად, არა მარტო ჩვენ ორგანიზაციას, რომელიც უბრალოდ ესე ვთქვათ, გარკვეულწილად დირიჟორობას უწევდა ამ პროცესს, არამედ ჩვენი დირიჟორობა ვერაფერს ვერ იზავდა, რო არა მზაობა ორგანიზაციების, ვისაც ჩვენ დაუკავშირეთ და ჩვენ ასე ვთქვათ, მეფინგის პროცესში აღმოვაჩინეთ, მზაობა იმისა, რომ ყველა გამოთქვა სურვილი ამ პროცესში ჩართულობის და ქსელის წევრობის. და მე ფაქტურად რამოდენიმე თვეში ეს მოხდა გასულ წელს, ჩვენ თავი მოუყარეთ 30-მდე წევრს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა ქსელმა ამ მიმართულებით, ერთობლივი მუშაობის პროცესიც ჰქონდა. ეს პროექტი, ამ პროექტის გაძლიერება, ანუ ქსელის გაძლიერებაზე მუშაობა, კვლავაც მხარი დაუჭირა უკვე 2024 წლიდან მიმდინარე წლის ფარგლებშიც ხორციელდება ICMPD, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრმა და მადლობა მათ კიდევ ერთხელ ამ მხარდაჭერისთვის და ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენ წევრებთან ერთად კვლავ გავაგრძელოთ ამ კუთხით მუშაობა. მიუხედავად ბევრი გამოწვევებისა. მადლობა, ნამდვილად გამოწვევები არაერთი გვაქვს, განსაკუთრებით ბოლო 2024 წლიდან მოყოლებული, რაც ნამდვილად აისახება თითოეული ჩვენგანი საქმიანობაზეც და იმ შედეგების მიღწევაზეც, რომელმაც წესით ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს და არაერთხელ იქნა ხაზი გასმული იმაზე, რომ ამ საქმიანობას საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით ვახორციელებთ და იმედია, რომ ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაგრძელდება, რადგან ჩვენ ვხედავთ
ჩვენი ორგანიზაცია ჩვენი პროექტის განხორციელების ფარგლებში, რომ რეგიონებში არათუ იკლებს ემიგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევები, არამედ პირიქით იზრდება. მართალია ჩვენ არა გვაქვს ჯერჯერობით 2024 წლის სტატისტიკა სახელმწიფოს მიერ გამოქვეყნებული, თუმცა 2023 წლის სტატისტიკა საკმაოდ ცუდ სურათს იძლევა და ასევე სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ გაახალგაზრდავდა ემიგრაციაში წამსვლელი ადამიანების ასაკი. ძირითადად ისინი შრომის უნარიანი ასაკები არიან და როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2003 წლის მონაცემებით გვეუბნება, 15 წლის ასაკიდან იწყებენ ადამიანები ემიგრაციაში წასვლას. აქ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ემიგრაციაში წასვლა სამწუხაროდ ხშირად უკავშირდება უცხო ქვეყანაში არალეგალურად ყოფნას, ხო? იმიტომ რომ ადგილზე ჩასვლის დროს სხვადასხვა დოკუმენტების მოწესრიგებას ჯერ ერთი სჭირდება თავისი ფინანსური რესურსიც, დროც და ასევე იმ რეგულაციების გათვალისწინებაც, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანას მიმღებ ქვეყანას შეიძლება რომ ჰქონდეს. ჩვენ სამ რეგიონში ვართ წარმოდგენილი ჩვენი პროექტით, ეს არის წყალტუბო, გორი და თეთრი წყარო. სამივე ის რეგიონია, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დევნილი მოსახლეობაც არის განსახლებული და მათ შორის დევნილებშიც შესამჩნევი არის ოჯახების დიდი რაოდენობა, რომლებიც ან წავიდნენ ემიგრაციაში, ან ერთი ოჯახის წევრი მაინც ყავთ და ასევე ისეთი პირებიც, რომლებიც მაგალითად პროექტის დასაწყისში იყვნენ დაბრუნებული მიგრანტები, მაგრამ როდესაც უკვე ერთ თვეში, ორ თვეში ჩვენ მათ აქტივობებში ჩართვა შევთავაზეთ, უკვე ხელახლა სხვა ქვეყანაში ემიგრაციისთვის ემზადებოდნენ და მიაჩნდათ, რომ მათი ოჯახის სოციალური კეთილდღეობისთვის ეს ერთადერთი გამოსავალი იყო. ჩვენ ყოველ შემთხვევაში პროექტის დასაწყისში მიგვაჩნდა, რომ მათ შორის დაბრუნებული ემიგრანტების გაძლიერება ერთობლივად სახელმწიფო უწყებებთან ერთად იყო შესაძლებელი. ვინაიდან, როგორც აღვნიშნე, საქართველო არაერთი წელია მიგრაციის მართვის საკითხებზე მუშაობს, აქვს თავისი სტრატეგიაც, აქვს სამოქმედო გეგმაც და გვინდოდა რაღაცნაირად მუნიციპალიტეტების როლი გაგვეზარდა მიგრაციის მართვის მიმართულებით. მათ პროგრამებში აგვესახა ერთობლივად ის საჭიროებები, რომლებიც ადგილზე დაბრუნებულ მიგრანტებს აქვთ, თუმცა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გარკვეული შეფერხებები გვაქვს. მინდა ცოტა მეტი გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილებიდან, როგორი არის, ყოველ შემთხვევაში როგორი იყო დღემდე ამ საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით სახელმწიფოს ის მიღწევები, რომელმაც ინსტიტუციური გაძლიერებაც გამოიწვია უწყებების და გარდა ამისა, ხელშესახები პროგრამების შექმნა შეუწყო ხელი სახელმწიფო პროგრამებსაც გულისხმობ დაბრუნებული მიგრანტებისთვის. ესე იგი, მართლაც ეს ტენდენცია ემიგრაციის უნდა ვთქვათ, რომ არის ძალიან მოკლედ შემაშფოთებელი, განსაკუთრებით ბოლო წლებში რეგიონებზე ხაზგასმით, რა თქმა უნდა, თუმცა ეხლა აქაც დედაქალაქის დონეზეც რომ გადავხედოთ, გარშემოც კი აი მარტივად რო ვთქვათ, ჩემს ახლობელ წრეში და ოჯახებში ადამიანები, რომლებსაც რაღაცა გარკვეული სტაბილური შემოსავალი და სამსახური ჰქონდათ, მათაც კი გადაწყვეტეს და იფიქრეს, რომ წასულიყვნენ ემიგრაციაში. და სამწუხარო ამ ემიგრაციის თვალსაზრისით კიდე აბსოლუტურად უნდა გეთანხმდნენ, არის ის, რომ დიდი ნაწილი წავიდა არალეგალურ ემიგრაციაში, ანუ ისეთი გზებით, რომელიც თავისთავად მე იქ ჩასვლის შემდეგ იწვევს გარკვეულ დისკომფორტებს, პრობლემებს, ანუ ძალიან რთული გზა არის არალეგალური ემიგრაცია და ეს არის რეალური სურათი, ეს არის ფაქტობრივი მდგომარეობა, რასაც ვაწყობთ. ცალკე საკითხია კიდე ამ ადამიანების იქ პრობლემები იმისათვის, რომ შემდგომ უკვე ლეგალური გახადონ იქ ყოფა და ლეგალური გახადონ მათი საქმიანობაც იქ, ხო? იმიტომ რომ როცა საბუთები არ აქვს, როცა რაღაც გარკვეულ პრობლემებთან გიწევს გამკლავება, თავისთავად სამსახური რომელსაც ეძებ და სამუშაო რომელსაც ეძებ, საბუთების მოწესრიგამდე თავისთავად რაღაცა არალეგალურია, ხო? ანუ ფორმალიზება ამ პროცესის ვერ ხდება. და საკმაოდ რთულ გზას გადიან. ეხლა რაც შეეხება თვითონ მიგრაციის კუთხით, უნდა ითქვას, რომ
ბევრი წლის წინ, სანამ ზოგადად როგორც ესეთი მიგრაციის მართვას დავიწყებდით ქვეყანა და სახელმწიფო, საკმაოდ ფაქტიურად არაფერი არ იყო. ეს ფუნქციურადაც კი, ეს მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, ემიგრაცია, იმიგრაციაც კი სხვადასხვა უწყებებს შორის იყო ფუნქციურად განაწილებული. საბოლოო ჯამში რეფორმების და ძალიან საინტერესო რეფორმების შედეგად, რომელსაც მოგწონს თუ არ მოგწონს და მოეწონება თუ არა ეს მსმენელს წინა მთავრობის პირობებში განხორციელდა და მათ პერიოდში განხორციელდა, ეს ფაქტია. და შეიქმნა მიგრაციის კუთხით ძალიან კარგი საკანონმდებლო ბაზა, სამართლებრივი ჩარჩო და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი განხორციელდა ამ სამართლებრივი ნორმების პრაქტიკული იმპლემენტაციის თვალსაზრისით. ასე ვთქვათ, რაღაც არარსებული სისტემიდან ჩამოყალიბდა სისტემა, მათ შორის სამართლებრივი მოწესრიგების თვალსაზრისით და არა მარტო პრაქტიკულ დონეზეც, უწყებებს შორისაც კი გადანაწილდა ეს ფუნქციები, რომლებიც მიგრაციასთან დაკავშირებით არსებობს და უნდა იყოს და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის მიგრაციის კანონმდებლობის და სისტემის მოწესრიგების თვალსაზრისით იმისათვის, რომ საქართველო დაახლოვებოდა ევროპას, ევროპულ ოჯახს და ევროინტეგრაციის მიმართულებით კონკრეტული, ასე ვთქვათ, საკითხები მოეწესრიგებინა. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ამ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ძალიან მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელიც შეიქმნა ასევე ევროკავშირის მხარდაჭერით, იყო მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია, რომელმაც გააერთიანა ყველა ის უწყებები და იმ უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც მიგრაციის სფეროში განსაზღვრავენ პოლიტიკას, ან აქვთ გარკვეული ფუნქციები. ამ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიაში იყო დრო, როცა ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მიგრაციის სფეროში საქმიანობდნენ და მათ შორის იყო ჩვენი ორგანიზაციაც ინოვაციების და რეფორმების ცენტრი. ასევე ამ ორგანიზაციაში თავმოყრილი იყვნენ და მოწვეული იყვნენ საკონსულტაციო სტატუსით ის საერთაშორისო ორგანიზაციები, დონორი ორგანიზაციები, ვინც მიგრაციის სფეროში თავის წვლილი შექონდათ და თავისი როლი ჰქონდათ ამ პროცესში. დღესაც სამართლებრივ დონეზე რჩებიან ეს ორგანიზაციები და რჩებით მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრებად, თუმცა ჩვენი ჩართულობა და როლი ძალიან განსხვავდება იმისგან, რა აქტიური როლით როდესღაც ჰქონდა ამ პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის სამდივნო, რომელიც დაკომპლექტებულია მართლაც პროფესიონალი ადამიანებისაგან, რომლებიც ჩემი აზრით ეს სამდივნო არის ზუსტად ის ძირითადი, ასე ვთქვათ, რგოლი კომისიაში, რომელიც ასე ვთქვათ, სახეს და იერსახეს უნარჩუნებს ჯერ კიდე კომისიას, თავისი მუშაობის წესით, იმდენად, ასე ვთქვათ, კომუნიკაციის თვალსაზრისით, მათთან კომუნიკაცია ყოველთვის ღია, ყოველთვის ორიენტირებული საქმეზე და ყოველთვის ინფორმაციის მოწოდებაზე თუ სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობაზე, ეს დარჩა თქო, ჩემი აზრით ვიძახ ხოლმე, რომელიც ჯერ კიდევ უნარჩუნებს ამ კომისიას, ეს სამდივნო ამ იერსახეს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და ამ სამდივნოს და ზოგადად ამ კომისიის ფორმირებაში ძალიან დიდი წვლილი აქვს ევროკავშირს. მიგრაციის თვალსაზრისით აუცილებლად უნდა აღინიშნოს გარკვეული მნიშვნელოვანი ნაბიჯების რეფორმების თვალსაზრისით. ხო, ეს იყო იგივე საზღვრისკვეთასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება, მოქალაქეობის არ მქონე ლტოლვილთა კანონმდებლობის მარეგულირებელი. ეხლა ვფიქრობდი, ჩემთვის იმდენი კარგი რაღაცაა გაკეთდა რეფორმების თვალსაზრისით, რომ ფაქტიურად დასანანია და გულდასაწყვეტია მთელი ამ პროცესის წყალში ჩაყრა იმ ფონზე, რაც ხდება დღეს, ხო, ამ თვალსაზრისით და მე ვფიქრობ, რომ რა ვიცი, ჯერ კიდევ
ჩვენ არასამთავრობო სექტორმა, სამოქალაქო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს რაღაცები შევინარჩუნოთ, რაც გაკეთდა და ვიმუშაოთ ამ მიმართულებით როგორც მინიმუმ იმ უწყებებთან და იმ დონეზე, რისი შესაძლებლობაც გვექნება და ვისაც გააჩნია, რა თქმა უნდა, ეს მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე გარკვეული ფუნქციები. ეხლა რაც შეეხება ინტეგრაციის, რეინტეგრაციის, მიგრანტთა დაბრუნების, როდესაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო ჩემი აზრით, მაგრამ მნიშვნელოვანი პროგრამა არის, ხო? ეს პროგრამა ფაქტიურად, ამ პროგრამის მთავარი ამბავი მიზანი რა არის, რომ ეს უკან დაბრუნებულმა ადამიანები აქ ისევ დამკვიდრდნენ, ასე ვთქვათ, ადაპტირდნენ და გაუჩნდეთ შესაძლებლობა, რომ თავის ისე ვთქვათ დაუბრუნდნენ იმ ადგილს, საიდანაც წავიდნენ და აქ მოიკიდონ ფეხი და მათი სოციალური და ეკონომიკური, ესე ვთქვათ, რეაბილიტაცია თუ ადაპტაცია იყოს ისეთი, რომ მათ აღარ იფიქრონ წასვლაზე. ამ მიმართულებით პროგრამა არსებობს და არსებობენ და ადამიანები, დაბრუნებული მიგრანტები, რომლებიც სარგებლობენ არსებული პროგრამით. თუმცა ამ თვალსაზრისითაც შეინიშნება გარკვეული პრობლემა. მაგალითად, იგივე Excel-ის სახელით ჩვენ გავაკეთეთ 21-22 წლის ესე იგი რეინტეგრაციის პროგრამასთან დაკავშირებული აქტივობების შეფასება, რაც სამოქმედო გეგმით იყო განსაზღვრული. და გამოიკვეთა გარკვეული პრობლემა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ამბავი რაც არის, რომ ბევრმა დაბრუნებულმა მიგრანტმა არ იცის ამ პროგრამების შესახებ. ანუ ინფორმაცია არ გააჩნია ამ პროგრამების შესახებ და მათ შორის საკითხი იმის თაობაზე, რამდენად საკმარისია ეს პროგრამები, რომელიც არსებობს და ჭირდება თუ არა მათ განვითარება. რა თქმა უნდა, ეს პროგრამები დიდი ხანია რაღაცა სტანდარტული ფორმით არსებობს და არსებობს რამოდენიმე პაკეტი, რომელთაც შეუძლია ისარგებლონ ადამიანებმა, მაგრამ ნამდვილად საჭიროებს გაფართოებას, ნამდვილად საჭიროებს გამრავალფეროვნებას და საჭიროებს მეტ ფინანსურ რესურსს, იმიტომ რომ ესე იგი სტატისტიკა ძალიან დაბალია ამ პროგრამების მოხმარების და დაბალი სტატისტიკა პროგრამების მოხმარების არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც ეს ხალხი არ ბრუნდება უკან. უბრალოდ წვდომა, ინფორმირება ამ პროგრამებთან დაკავშირებით ძალიან მწირია ის. და აუცილებლად უნდა ვთქვათ ის, რომ მორგებულია თუ არა რეალურად, ესე ძალიან მნიშვნელოვანი არის თუ არა ეს პროგრამები მორგებული რეალურად ამ ადამიანების საჭიროებებს. ეს ინფორმაციული ვაკუუმი თუნდაც იმ რამდენიმე პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის ხელშესაწყობად არსებობს, ჩვენი პროექტის ფარგლებში, რაც მცირედი მოკვლევა გავაკეთეთ, აღმოჩნდა გამოწვევად და გამოვიკითხეთ დაახლოებით 206 ბენეფიციარი და 206 ბენეფიციარიდან დაბრუნებულ იმიგრანტს ვგულისხმობ, მათგან 50%-ზე მეტმა სამწუხაროდ და ამ პროგრამების შესახებ საერთოდ არ იცოდა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პროგრამა დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის ხელშეწყობისთვის არსებობს, აქვე ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ის არ არის დეცენტრალიზებული და რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის სამწუხაროდ ნაკლებად ხელმისაწვდომია. ჩვენ ასევე დავინახეთ, რომ ემიგრაციაში წასული ადამიანების ის ნაწილი, რომელიც უკან ბრუნდება, უკვე არის საპენსიო ასაკს მიღწეული და საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანებისთვის მათი ეკონომიკური გაძლიერებისთვის, მათი სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის მიმართული ხელმისაწვდომი პროგრამები სამწუხაროდ ნაკლებია. ამიტომ ალბათ კარგი იქნება თუ იქნება იმის შესაძლებლობა, რომ დაბრუნებული ემიგრანტების საჭიროებების კვლევაც ჩატარდება სიღრმისეული და ამ კვლევას შედეგებზე დაფუძნებით იქნება შემდეგ პროგრამები შემუშავებული.
რეგიონებში ასევე შესამჩნევი იყო ის, რომ ოჯახებიდან ძირითადად ემიგრაციაში ქალები მიდიოდნენ უფრო ხანგრძლივი ვადით და ხანგრძლივი ვადით ყოფნა ემიგრაციაში ნიშნავდა იმას, რომ მათ ნაკლები კავშირი ჰქონდათ თავიანთ ოჯახის წევრებთან, ეს იყო ოჯახის წევრებთან გაუცხოება, ეს იყო შვილების გაზრდა დედების გარეშე. ხშირ შემთხვევაში შვილიშვილებიც კი ბებიებს არ იცნობდნენ. რაც რა თქმა უნდა, შემდგომ უკვე დაბრუნების შემთხვევაში ქალების მხრიდან უფრო მძიმე აღიქმებოდა ემოციური თვალსაზრისით. როდესაც ამ ქალებს ვკითხეთ, აი რა იქნებოდა საჭირო და მისაღები მათთვის, თუ ადგილზე გაჩნდებოდა როგორც სერვისი, როგორც პროგრამა, რომელთაც ისინი ისარგებლებდნენ და რაც მათ ხელს შეუწყობდა რაღაცნაირად ეს პერიოდი, რომელიც ემიგრაციაში იმყოფებოდნენ, შეევსოთ და დაბრუნების შემდეგ უკვე ხელახლა ეგრძნოთ საკუთარი თავის საჭიროება. მათ აღნიშნეს, რომ ადგილობრივ დონეზე თითქმის არაფერი არ არის ხელმისაწვდომი ამ კუთხით. მაგალითად, მათ არ შეუძლიათ არა მხოლოდ ეკონომიკური გაძლიერების კუთხით, არამედ მათ საჭიროებას მორგებული პროფესიული ზრდის კუთხითაც რაიმე პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა ესე თავისუფლად. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებული არის ერთის მხრივ რეგიონის განვითარებაზე, თუმცა მეორეს მხრივ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე არსებობდეს თუნდაც ის ინფრასტრუქტურა, რომელსაც ხშირად მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები ვქნით, ხო? ამ შემთხვევაში ვგულისხმობ თქვათ სხვა მოკლევადიანი პროფესიული სასწავლო კურსები, რომლის გამოცდილებაც არაერთი არსებობს და რომლებიც იქმნებოდა ხშირად განათლების სამინისტროსთან კოორდინაციით ან თუნდაც დამოუკიდებლად გარკვეული პროექტების ფარგლებში. ქალებმა აღნიშნეს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ რეგიონში არსებობს მაგალითისთვის კოლეჯი, სადაც შეიძლება გარკვეული მოკლევადიანი პროფესიის მიღება შემდგომი დასაქმების მიზნით, სამწუხაროდ მათ არ მიუწვდებათ ხელი ტრანსპორტთან, რომელიც გადაადგილებაში უნდა უწყობდეს წესით ხელს. მოკლედ, აღნიშნავდეთ, რომ ერთის მხრივ მწირია შესაძლებლობები დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის ხელშესაწყობად, მეორეს მხრივ თუ არსებობს შესაძლებლობები და პროგრამები, ხელმისაწვდომობა მათთან ასევე არის დაკავშირებული სხვადასხვა გამოწვევასთან და დაბრკოლებასთან. აი, თქვენ რა გამოცდილება გაქვთ ამ კუთხით? ესე იგი, ძალიან საინტერესო იყო ხა ეს კვლევის რაც გამიზიარე. მართლა ის არის, რა ქვია, საყურადღებო ამბავი არის. ჩვენც იგივე, როდესაც აი ამ პოლიტიკის დონეზე ვაფასებდით თვითონ ამ ჩარჩოს, მათ შორის თქვენი ორგანიზაციაც იყო მაშინ ჩართული ამ პროცესში, გარკვეულწილად შევეცადეთ, რომ მოგვეძებნა ბენეფიციარები, ვისაც უსარგებლია ამ პროგრამით, თუმცა ყველა მუნიციპალიტეტი ვერ შევარჩიეთ ხოლო ისეთი მუნიციპალიტეტი, სადაც შეიმჩნეოდა სტატისტიკურად დაბალი დონე, ან დაბალი რაოდენობა მოხმარების ამ სერვისების. ძალიან გაჭირდა თვითონ ამ ადამიანებამდე მისვლაც, იმიტომ რომ რეალურად ეს მართლა სერიოზული პრობლემაა ის რომ ესე იგი ცენტრალიზებულია რეინტეგრაციის პროგრამა. მუნიციპალიტეტების დონეზეც გარდა იმისა, რომ ზოგადი ინფორმაცია აქვთ ამ პროგრამებთან დაკავშირებით თვითონ მუნიციპალიტეტებში ანუ სადღაციდან ხო უნდა მივიღო ინფორმაცია, მე რო რაღაცით ვისარგებლო ადამიანმა, ხო რაღაცა უნდა შემეძლოს, რომ ჯერ გავიგო ამის თაობაზე და ამასთან დაკავშირებით მქონდეს ცნობა. ეს არის საერთოდ მარტო ამ პროგრამასთან დაკავშირებით, კი, საერთოდ ბევრ სერვისთან და ბევრ პროგრამასთან დაკავშირებით თავარი ამბავი არის ინფორმაციის გავრცელება, რომ ესეთი რაღაცა არსებობს. ჯერ რაც არსებობს ძალიან მწირია. თავისი ბიუჯეტით და რეალურად ყველაზე მეტი მოთხოვნა მიდის მაინც აი ამ რეინტეგრაციის პროგრამის სოციალურ კომპონენტზე, ხო? და ჯერ რაც არსებობს და რაზეც არ გეცოდინება თავისთავად იქ მომხმარებლების რაოდენობაც არის ძალიან ცოტა. მხოლოდ ისინი, ვინც შეიძლება გაიგოს ისე და ისე შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ან იგივე
დონორი ორგანიზაციების მეშვეობით, ვინც ზოგადად რეინტეგრაციის პროცესში ეხმარება, საერთაშორისო ორგანიზაციებს გულისხმობ, ვინც რეინტეგრაციის პროცესში ეხმარება უკან დაბრუნებულ მიგრანტს და იქნება ეს საზღვარზე, აეროპორტში დახვედრა და კონსულტაცია, თუმცა ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციები ბევრი არ არის, მაგრამ არის ჩვენს ქვეყანაში და ამ თვალსაზრისით ხა ამ მიმართულებით როგორც გითხარით ბევრი რაოდენობა ბენეფიციარების ვერ მოვახდინდა რაღაც ფოკუს ჯგუფებივით ჩატარება შედგა რაღაც რამოდენიმე ფოკუს ჯგუფი და ერთ-ერთი მთავარი საკითხი გამოიკვეთა სწორედ წვდომა ინფორმაცია ანუ არ აქვთ ინფორმაცია ასეთი პროგრამების შესახებ რა ვიცი ძალიან მართლა საინტერესო არის თვითონ აი ზოგადად მიგრაციის სფეროში მიუხედავად რომ ბევრი ჩვენ თვით რომ ბევრი რაღაცა გაკეთდა მაინც რომ დააკვირდები ძალიან პრობლემად რჩება და გამოწვევად და რაღაცაი დახმარებას საჭიროებენ ადამიანები მათ შორის ჯერ კიდევ აი ხო რამდენი წელი გავიდა ხო ჯერ კიდევ აი სულ მაგ განცდა იმისა რომ ადამიანები მიდიან მიგრაციაში ისე რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია სად მიდიან, როგორ მიდიან, რა ელოდებათ, იგივე რაღაცა მიდიან მაინც იმ გამოცდილებებზე დაყრდნობით, რომელიც მათ გარშემო მათ ახლობლებს, წასულებს ემიგრაციაში, ან შემდგომ დაბრუნებულებს აქვთ და რაღაც ამით ხელმძღვანელობენ ამ ინფორმაციით და მიდიან და რა თქმა უნდა, იქ ის პრობლემები, რომელსაც სავარაუდოდ მოელიან, შესაძლებელია იყოს კიდევ უფრო გართულებული ფორმით. უკან დაბრუნების შემთხვევაშიც ხო აი რაღაცნაირად ადამიანები უკან დაბრუნებასაც წყვეტენ ისე რომ აქაც რა ელოდებათ, აქ რა ელოდებათ, ამაზეც არა აქვს წარმოდგენა და ინფორმაცია. მათ შორის იმ პროგრამებზეც უმრავლესობა რა ვიცი, შეიძლება ძალიან დაგვიანებითაც კიგებულობს. იმიტომ რომ თვითონ პროგრამის არსი რაც არსებობს სახელმწიფო პროგრამა გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ჩამოვედი და წელს ვისარგებლე პროგრამით, ესე არ ხდება. დგები, რეგისტრირდები და ვთქვათ ერთი ხო იქ რაღაცა ერთწლიანი ვადა, რომლის მერე შეგიძლია ისარგებლო დაბრუნებიდან ამ პროგრამით. და რა თქმა უნდა, როცა ფინანსური რესურსები შეზღუდულია, იქ რა თქმა უნდა, გარკვეულწილად რაღაცა ყველა ვერ სარგებლობს, ხო? რაღაცა იქამდე სარგებლობს, სანამ ფინანსური რესურსი არსებობს შესაბამის პროგრამასთან მიმართებით გამოყოფილი. ამიტომ ჯერ კიდევ ბევრი არის ამ მიმართულებით სამუშაო, არ ვიცი როგორ იქნება, ეხლა გამოწვევა ჩვენთვის უკვე ის იქნება ამ წლებში რომ უკან დაბრუნებულებს მივიღებთ, რა ვიცი, იმედგაცრუებულ ადამიანებს, ვინც ვერ ადაპტირდა, ვერ მოერგო ემიგრაციის იმ ქვეყანაში, სადაც წავიდა იმ გარემოს და ვერაფერი ვერ ქნა და დაბრუნდა უკან, იმედგაცრუებულ და ისევ აქ შეეცდება რაღაცა ფეხის მოკიდებას თუ გაცილებით დიდ ტალღას წასული ადამიანს. ახლა 23 წლის სტატისტიკა ვახსენეთ ჩვენ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და საგან გაშუა იმ თვალსაზრისით, რომ რამხელა არის გადინება. განსაკუთრებით იმ ასაკობრივი ჯგუფის, რომელიც არის შრომისუნარიანი, ხო, რომელსაც ჯერ კიდე რაღაცა სხვანაირად შეუძლია თავის რეალიზაციაც, თავისი ცოდნის და გამოცდილებისას. სწორედ ეს სეგმენტი გადის, აი შუახნის ასაკობრივი ჯგუფი და რეალურად, რა ვიცი, რა თქმა უნდა, ასე არავის არ ვაკნინებ, მაგრამ რაღაცა ასაკის მერე ადამიანების რესურსი, ასაკობრივი ჯგუფები, რომლებიც აქ რჩებიან, ხო, თუნდაც არსებული გარემოს განვითარებისთვის, მათი ჩართულობა, მათი როლი საკუთარი თავის რეალიზაციისთვის აღარ არის, ხო, ეს გარკვეული შეზღუდვები ძალიან ბუნებრივად ჩნდება, ხო? შესაბამისად, ყველანაირი თვალსაზრისით დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე, ხო? მით უმეტეს ამ რესურსს აქ უნდა ვიყენებდეთ, გულისხმობ შრომისუნარიანი ადამიანების რესურსს. გარდა ამისა, გამოწვევად მიმაჩნია ის, რომ ოჯახებმა ამასაც მათ შორის სტატისტიკური მონაცემები ამყარებს, რომ ოჯახებმა ემიგრაციაში წასვლა ბოლო წლების განმავლობაში დაიწყეს მცირეწლოვან შვილებთან ერთად, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ბავშვები
კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ამ ბავშვების სრულფასოვანი განათლების მიღების პროცესი, ხო? რამდენად წყდებიან ეს ბავშვები, აგრძელებენ თუ არა დროულად იმ ქვეყანაში, სადაც ჩადიან განათლების მიღებას, ენობრივი ბარიერი, რომელიც გადასალახი ექნებათ ბავშვებს, თუ ოჯახს არ გაუმართლა დაბრუნების შემთხვევაში კვლავ სტრესი, რომელიც შეიძლება არასრულწლოვანებს ჰქონდეთ იმ გაუცხოებით, იმ დროის დაკარგვით, რომელიც ემიგრაციაში წასვლამ მათი ოჯახისამ გამოიწვია. აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენ გამოწვევები დავინახეთ უშუალოდ როგორც მოსახლეობაში, ასევე მუნიციპალიტეტში. მაგალითისთვის, მუნიციპალურ დონეზე ჩვენ ვერ მოვიპოვეთ, უпростоრედ თვითონ მუნიციპალიტეტებმა გაგვიზიარეს, რომ ზოგადად ისინი არ აწარმოებენ არანაირ სტატისტიკურ მონაცემებს, არ ამუშავებენ მათ თემში დაბრუნებული მიგრანტების შესახებ ინფორმაციას. შესაბამისად, ცალკე როგორც დაბრუნებული ემიგრანტების საჭიროებები მუნიციპალიტეტისთვის პრინციპში უცნობია და რაღაცნაირად აი სერვის მიღმა დარჩენილ ჯგუფად არიან წარმოდგენილი. მეორეს მხრივ, მაგალითად, თვითონ დაბრუნებული მიგრანტები, აი ერთი ქალბატონის ნათქვამი მახსენდება, რომ აქ დაბრუნებულზე იმედი მქონდაო, რომ ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად ვიქნებოდიო ახლოს და რაღაც მინიმალური შემოსავლის მიღებას მაინც შევძლებდიო, რომლითაც ოჯახის რჩენის შესაძლებლობა მექნებოდა, თუმცა ისეთი მდგომარეობა დამხვდაო, რომ სახლიდან სამუშაოზე გასული იმაზე ნაკლებ ვშოულობ, რაც ოჯახს სჭირდება ნორმალური ყოფა ცხოვრებისთვის და გარდა ამისა, ჩემი შვილები კვლავ ჩემს გარეშე იზრდებიანო. შესაბამისად, მე მირჩევნიაო, რომ ისევ წავიდე ემიგრაციაში და ის მაინც ვიცოდე, რომ იქ ნაშოვი შემოსავალი ჩემი ოჯახის კეთილდღეობას მაინც უზრუნველყოფსო. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს თანხwebdriver ერთის მხრივ გამოწვევებს და მეორეს მხრივ თუ რას უპირისპირებს ამ გამოწვევებს სახელმწიფო სამწუხაროდ არ გვაქვს. და სწორედ აქ ვეხიდებით ალბათ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა პროგრამებს ვახორციელებთ, შეიძლება შედარებით მცირე ფინანსური რესურსის ჩვენც, რომელიც ალბათ მოსალოდნელია, რომ კიდე შემცირდეს, თუნდაც იმ დაანონსებული შეზღუდვების ფონზე, რომელიც წინა კვირას მოვისმინეთ, თუნდაც პარლამენტარებისგან, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ ვეიმედებით ჯერ კიდევ ემიგრაციიდან, მათ შორის ემიგრაციიდან დაბრუნებულ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც ნამდვილად ღირებული და ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, ხელახლა არ მოუწიოთ წასვლა და დარჩნენ ადგილზე. არ ვიცი, როგორ შეიძლება ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ, მაგრამ აი თქვენ თუ შეგიძლიათ თქვენი სამუშაო გამოცდილებით, თქვენი დაკვირვებით, უფრო მეტი გაგვიზიაროთ, რა არის ის გამოწვევები, რომლებსაც ასევე თქვენ ხედავთ, რომ დაბრუნებული ემიგრანტები აწყდებიან რა მიმართულებით და რას უნდა ვაკეთებდეთ, როგორც სახელმწიფო, ასევე ალბათ ჩვენც. ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია მართლა მათ შორის ახლა გისმენდი ვფიქრობდი ჩემთვის, რომ ძალიან არაფერი არ არსებობს ფაქტიურად იმ ბავშვებისთვის, რომლებიც რჩებათ მიგრანტ მშობლებს, ხო? აი მიგრაციაში დასული მათ უკან დარჩენილი ბავშვები საკმაოდ პრობლემური კონტინგენტია, რომლისთვისაც რა ვიცი, არ ვიცი რამდენად იაზრებს სკოლა, თემი, ადგილობრივი საზოგადოება მართი მხარდაჭერისთვის რაიმე პროგრამის არსებობას. ხოთა შორის საბედნიეროდ არიან ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენთან, მათ შორის ჩვენი ქსელის წარმომადგენლები, რომლებიც ისევ და ისევ საერთაშორისო ორგანიზაციების, დონორი ორგანიზაციების დახმარებით გარკვეულ პროგრამებს ახორციელებენ ამ ბავშვების მხარდაჭერად, ანუ მიგრაციაში მყოფი მიგრანტი მშობლების უკან დარჩენილი ბავშვების მხარდაჭერად, რაც ძალიან მნიშვნელოვანი. მართლაც რეალურად ერთი არის რა წერია სადღაც კანონმდებლობაში, რა ხდება მე როგორ ხორციელდება ეს და რეალური საზომი არის ყოველთვის იყო და რჩება რას იღებს კონკრეტულ მიდის თუ არა
ეს პროგრამა, ამ პროგრამით გათვალისწინებული სიკეთე და სადღაც კანონმდებელმა და კომპეტენტურმა ორგანოებმა რაც ჩაწერეს კანონმდებელში მიდის თუ არა რეალურად ნატომდე, პეტრემდე, პავლემდე, ანუ რეალურად ადამიანამდე მიდის. ეხლა ესეთი კვლევები გვანახებს კარგად, რაც თქვენ ჩააწერეთ და რატო არ იმში გვანახებს კარგად იმ განწყობებს და მოლოდინებს ადამიანებს. ვიღაცას გაუცროვდა მოლოდინი, მეტის მოლოდინი ჰქონდა და რეალურად აღმოჩნდა აბსოლუტურად სხვა რეალობაში. სერვისების დანაკლისი არის ცალსახად მიგრაციის მიმართულებით. ამიტომ სწორედ ამიტომ არის რომ წელს იგივე ამ მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით და მათი დაფინანსება მათ თავის მხრივ ისინი დაფინანსებას იღებენ ევროკავშირისგან ამ ფინანსური რესურსით წელს კვლავაც გააგრძელა ჩვენმა ორგანიზაციამ მუშაობა მუნიციპალიტეტების დონეზე, მუნიციპალიტეტების კომპეტენციების შესწავლის თვალსაზრისით მიგრაციის მიმართულებით, რა კომპეტენციები არსებობს, რა სერვისები არსებობს და რა შესაძლებლობა გვაქვს ჩვენ იგივე ქსელში ჩართულ ორგანიზაციებს და სხვათაშორის არა მარტო კი იცი ახლა ნანა როგორ გახსნილი ვარ ზოგადად ყველა სხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის თვალსაზრისით იგივე ქსელის წევრობას მოინდომებს თუ არ მოინდომებს, თორსა დავაიდენტიფიციროთ ეს ასე ვთქვათ დარჩენ ის სივრცეები, სადაც საჭიროება არის დამატებითი სერვისის მიწოდების და ყოველ შემთხვევაში ქსელის წევრი ორგანიზაციები მზად ვართ იმაზე, რომ აი ამ გამოკვეთილ საჭიროებების მიხედვით რაც შეგვიძლია ჩვენი რესურსებით, რისი კომპეტენცია ჩვენ გვაქვს, შევავსოთ ეს ასე ვთქვათ ცარიელი ადგილები და იქ მაინც შევძლოთ მივაწოდოთ დახმარება მიგრანტებს, იქნება ესენი წამსვლელი პოტენციური ემიგრანტები თუ დაბრუნებული მიგრანტები, რომ ერთი რომ ინფორმაციის მიწოდება იმაზე რა არსებობს და მეორე ჩვენ რითი შეგვიძლია შევავსოთ ის ცარიელი ადგილები სერვისის თვალსაზრისით და რა სერვისები შეგვიძლია ჩვენ შევთავაზოთ. ამიტომ მე მგონია რომ ამასაც ზაწარმოებით გაართმევს მათ შორის ქსელში ჩართული ორგანიზაციები თავს, იმიტომ რომ თითეული სამოქალაქო სამსაზოგადოებრივი ორგანიზაცია ყოველ შემთხვევაში მე სიამაყით შემიძლია ვთქვა რომ ამ ქსელში ვინც არის ჩართული, იმის მიღმა რაღაცნაირად გარკვეულწილად ენთუზიასტებიც ვართ, ხო, იმის მიღმა, რასაც პროექტების ფარგლებში ვაკეთებთ და იმ შესაძლებლობებს ვიყენებთ, რასაც საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები გვაძლევენ, რომ დავეხმაროთ ბენეფიციარებს და ასე ვთქვათ დახმარებაც არ მეყვარს ხოლმე სიტყვა ხარი დაუჭირო და ხელი შეუწყოთ, რომ რაღაცა უკეთესად იგრძნონ თავი. ამის მიხედვით თითეული ჩვენთაგანი კიდე ძალიან ბევრ ამას აკეთებს, რომელიც რაღაც არც ერთ პროექტში არ წერია პირდაპირ და არ ითარგმნება, ხო? იმიტომ რომ მუშაობს ადამიანური ფაქტორი. და ამ თვალსაზრისით მე იმედი მაქვს, რომ რაღაცა გარკვეული პერიოდი შეავსებ. დონორიც დაგეხმარება და ჩვენც ვიმუშავებთ, რომ ეს გავაკეთოთ და რაღაც სერვისები შევასვან. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი რაც კეთდება, ხო, რაღაცა რესურსი არც იმ დონორის და საერთაშორისო ორგანიზაციის არ არის შეზღუდული და ამას თუ არ მიეხედათ სახელმწიფოებრივ დონეზე ცოტა სერიოზულად და ფინანსური რესურსები სულ ვიძახი ხოლმე, რომ რაღაცა რომ მივდივართ სერიოზულ საკითხებზე, მათ შორის ახლა რეინტეგრაციის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რა თქმა უნდა ფინანსური რესურსი სჭირდება. ყოველთვის როცა მიდიხარ ადრე ასე იყო და აღწ როცა მივდივართ სამ მნიშვნელოვან საკითხებზე რაღაცა სჭირდება ფული, მე რეიწყებ რომ ეს არის დაკავშირებული ფულთან და ეს არის დაკავშირებული ბიუჯეტთან, ბიუჯეტი შეზღუდულია და ცენტრი ნებისმიერი სახელმწიფოში არის ადამიანი. ანუ ყველა სახელმწიფო უწყება და ყველაფერი ზოგადად სახელმწიფოში და მოწყობა უნდა იყოს ის ადამიანის გარშემო ტრიალებს. ნებისმიერი სტრუქტურა არსებობს ადამიანის კეთილდღეობის შესაქმნელად და თუ ადამიანი არ არის ცენტრი და ანუ რაღაც ამოვდივართ ფინანსებამდე, ხო მაშინ რა ვიცი, მე მგონია რომ იმედი მაქვს რომ მოვესწრებით იმ დროს, როცა აი ეს მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ადამიანის კეთილდღეობას უზრუნველყოფს ამ ქვეყანაში, ეს იქნება განათლება, ჯანმრთელობა, ინტეგრაციის და ნებისმიერი პროგრამა, რაც მის ამა თუ იმ მიმართულებით კეთილდღეობას და კარგად ყოფნას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. აი ამ მიმართულებით, რა ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ახლა რაღაც არ მინდა ისე გამოვიდეს სხვაგან გადავიდე, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცა გადაწყვეტილება მახსენდება და ისეთი საკითხები, რა ვიცი, შორს ვარ წავიდე, ნაგვისურნებს გავიხსენებ და ძალიან დიდი რესურსი იხარჯება ამ ქვეყანაში, მაშინ როდესაც რჩება
ფინანსების გარეშე ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები, ხო, რომელიც პირდაპირ გაგებით ხელს უნდა უწყობდეს წასულების უკან დაბრუნებას და დაბრუნებულების დამაგრებას ადგილზე. ეს არის მნიშვნელოვანი, თორე რეალურად ის სავალალო სურათი, რაც მიგრაციული პროცესიდან გამომდინარე, განსაკუთრებით თვალსაჩინოდ არის რეგიონში, ხო? იმიტომ რომ რეგიონიდან მარტო ქვეყნის გარეთ ხო არ გაედინება ხალხი, შიდა მიგრაცია გვაქვს ძალიან მაღალი. ადამიანები, ბავშვები, ახლა მაგალითად ჩვენ მუშაობთ ერთ-ერთ სამიზნე რეგიონში, ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, სადაც აი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის ვართ ხორციელდება ეს კონკრეტული პროექტი. აი ამ პროექტის ფარგლებში აი ქონდა რაღაც გარკვეული ფოკუს ჯგუფები ადგილობრივ ახალგაზრდებთან. მათი უმრავლესობა, აი როგორ თქვა, 10-დან 8 გვესაუბრებოდა და ფიქრობს იმაზე, რომ დაამთავრებს სკოლას, როგორ წავა დედაქალაქში, ან როგორ წავა სხვა ქალაქში. და მისეს რატომ რას ასახელებდნენ? ვერ ხედავენ, ვერ რეალიზდებიან ადგილზე, ვერ ხედავენ რეალიზების შესაძლებლობას. არ არსებობს ინფრასტრუქტურის დონეზეც არ არსებობს არ არსებობს შესაძლებლობები მათი ადგილზე დამაგრების, მათი ინტერესების რეალიზების და ამათ რაღაც გადარჩენის შესაძლებლობათ ადგილზე ახალგაზრდებს წასვლათ. აი ამან გამოიწვია დაბერება ამ სოფლების და რეგიონების და ეს არის ძალიან საგანგაშო ამბავი. ამას თუ სათანადო ყურადღება არ მიექცა, რაც არ უნდა დონორმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ წლებია რაღაცა რესურსები იდება, ხო? ესეც ამოლევადია, ხო ეს რესურსები. და მით უმეტეს თუ ეხლა სახელმწიფო პირდაპირ გაგებით უარს ამბობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებაზე და ფინანსურ დახმარებაზე, რომლითაც მე ვფიქრობ, რომ რა ვიცი, გზებიც კი რო გვაქვს, ამ რესურსებით აქვთ, ხო? შეიძლება ვიღაცას გონია სადღაც, რომ ყველაფერი კეთდება სახელმწიფოს ბიუჯეტით და რა ვიცი, კარგად რომ მოვიძიოთ ინფორმაცია, ვნახავთ, რომ ეს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან წყარო მათ შორის აი ამ სიკეთეების ასაცილებლად ეს არის ის დახმარება, რომელსაც ვიღებთ, ხო, წლების განმავლობაში. ხო და აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა ჩაიდოს რესურსი წინააღმდეგ მდგომარეობაში მიგრაციული პროცესი და გადინება იქნება ძალიან დიდი და სანაცვლოდ რას ვიღებთ? სანაცვლოდ ვიღებთ განსაკუთრებით აგერ ჩვენი მეზობელი მტერი სახელმწიფოდან შემოდინებულ ძალიან დიდ ნაკადს ადამიანს. 24 წლის სტატისტიკა არ ჩანს და ძნელი ახლა სტატისტიკის გარეშე არ არის ყოველ შემთხვევაში იმსჯელო მათ შორის წინა წლებში ომის პერიოდში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ შემოსული ნაკადები რუსეთის მოქალაქეებს გულისხმობ დარჩა თუ არა და გაედინება თუ არა. მარტივად რომ ვიმსჯელოთ, აქ ჩემ საცხოვრებელ კორპუსშიც რო გადახედო მეზობლებს, მარტივი შესამჩნევია, რომ შეიძლება მალე უმცირესობაში აღმოჩნდეთ საქართველოს მოქალაქეები იმ რაოდენობასთან მიმართებაში, რამდენმა რუსეთის მოქალაქემ შეიძინა თუ იქირავა ბინა, ხო? ერთი კორპუსის მაგალითზე აღარ ვლაპარაკობ მაგალითად ბათუმში, ყოველგვარი ციფრების გარეშე თვალით რო შეავლო მდგომარეობას რა სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს. რაც ასევე დამატებით სხვადასხვა გამოწვევებს იწვევს, ხო? მაგალითად იმას, რომ ისინი ქმნიან საკუთარ ბიზნესს, რომელშიც ისევ თავიანთი თანამოქალაქეები, თანამემამულეები ყავთ დასაქმებული, რაც გარკვეულწილად ხელს უშლის განვითარდეს ის მცირე მეწარმეობა, ქართული ადგილობრივი მეწარმეობა, რომელიც ადამიანებისთვის შემოსავლის წყარო იყო. პირდაპირ გაგებით საფრთხეს, ანუ ჩემი აზრით საფრთხეებია უსაფრთხოების თვალსაზრისით მიგრაცია თვითონ იმდენად ყოვლის მომცველია, იმდენად ყველაფერზე შეიძლება მიგრაციულმა პროცესებმა და მით უმეტეს არასწორად მართულმა მიგრაციამ იმდენ რაღაცაზე შეიძლება გავლენა იქონს ყველა სფეროზე. დაწყებული ეკონომიკურ სფეროზე, სოციალურ სფეროზე, უსაფრთხოებაზე პირდაპირ გაგებით, ხო? ყველაფერში აბსოლუტურად შეიძლება გაჩნდეს საფრთხეები
და რა ვიცი ამაზე არის მთელი რიგი საკითხები, რასაც უბრალოდ რაღაცა გადაწყვეტილებებია მისაღები, მათ შორის არა სადღაც, არამედ რაღაცა ადგილობრივად, აი რაღაც საკითხები იგივე მიგრაციაში, რაღაცა ეროვნული კონსენსუსის დონემზე არის გადასაწყვეტი და ძალიან მნიშვნელოვანი ეს ამბავი და რა ვიცი, ეხლა რაღაცა ისე არ მინდა გამოცემ, მაგრამ ჩემთვის ძალიან საგანგაშოა ეს პროცესი, აი ძალიან საგანგაშოა მართლაც აი ეხლა საუბრობდით გადინებაზე და მართლაც საგანგაშოა ის მდგომარეობა, რომ რეალურად ძალიან კარგი სპეციალისტები, ადამიანები, რომლებიც ეხლა ძალიან ბევრი შეიძლება არ მიდის აი ესე უბრალოდ არალეგ, ბევრი მიდის ლეგალურად და სხვა ქვეყანაში თავისი სპეციალობით მუშაობს, მაგრამ ის ჩვენთვის დაკარგული რესურსია. ის ამ ქვეყნისთვის არის დაკარგული რესურსი და იმაზე აღარ ვლაპარაკობ, ვინც მართლა თავისი პროფესიონალები, თავისი საქმის სპეციალისტები მიდიან და თავისი სპეციალობით და თავისი პროფესიით ვერ იმკვიდრებენ თავს და აბსოლუტურად მომსახურების სფეროში აგრძელებენ მუშაობას. ეს ხალხი, ეს რესურსი თავისთავად დაკავდა ამ დროს ჩვენ ვრჩებით შესაბამის სფეროში არის შიმშილი სპეციალისტები, ხო იქნება ეს სამედიცინო თუ სხვადასხვა მეცნიერებები და სხვადასხვა რჩებით აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, პროფესიონალების გარეშე და რა ვიცი, ნელ-ნელა ამ ნაკადებს შემოდინების თუ დავაკვირდებით, შეიძლება მალე უკვე მომსახურების სფეროც კი, ვისაც რაღაც დამხმარიდან დაწყებული რაღაც ჭირდება ადამიანის რესურსის გამოყენება დამატებით, ესენიც კი შეიძლება იყვნენ არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ანუ თავისთავად ზოგადად ეხლა ჯანსაღ სიტუაციაში ამაში დიდ პრობლემას არ ვხედავ, მაგრამ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის იმ გამოწვევებით, რა მდგომარეობაშიც ჩვენ ვართ და ჩვენს რეგიონში არსებული აი გლობალურად რო შევხედოთ პრობლემებს, გამოწვევებს და რა რეალობაშიც ვართ დღეს, ეს არის ძალიან საგანგაშო. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ძალიან. რა თქმა უნდა, შეუძლებელია არ დაგეთანხმო, ასოციაცია თანხმობას რამოდენიმე რეგიონში აქვს ხანდაზმულთა დღის ცენტრები, სადაც დადიან ხანდაზმული ადამიანები, ძირითადად მათი ასაკი არის 65 წლიდან ზემოთ და ამ ხანდაზმულების აბსოლუტურ უმრავლესობას თავისი შვილები ყავს ემიგრაციაში. კონტაქტი ამ შვილებთან არის მინიმალური, გულისხმობა მხოლოდ ესეთი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ძირითადად. ესეც აი ეს ფაქტებიც კი, რასაც ჩვენ აი ამ დღის ცენტრებში ვხედავთ, ძალიან ესე ახლოდან გვაგრძნობინებს საქართველოში ემიგრაციის კუთხით არსებულ გამოწვევებს, სხვა ყველაფერზე რომ ვთქვათ, თვალი დავხუჭოთ და არ ვისაუბროთ. და სტატისტიკასაც დაუბრუნდებოდი ეს შემოდინება გადინებასთან დაკავშირებით 2023 წელს სტატისტიკის ეროვნული სამსახური გვეუბნება, რომ წინა წლებთან შედარებით 95.6%-ით იყო გაზრდილი ემიგრაციაში წამსვლელი ადამიანების რაოდენობა, რაც ციფრებში ესე გამოისახებოდა 245,064 ადამიანი და აი ამ ადამიანებიდან თითქმის 67% იყო ქართველი, ანუ საქართველოს მოქალაქე, რაც საკმაოდ დიდი ციფრია. ნამდვილად შარშან აპრილში გამოაცხადა სტატისტიკის ეროვნულ სამსახურმა ეს მონაცემები და ვნახოთ წელსაც ალბათ აპრილისკენ გაზაფხულზე გამოაცხადებს. ძალიან მინდა რომ ოპტიმისტურად ვიყო განწყობილი და სტატისტიკური მონაცემები ემიგრაციასთან დაკავშირებული არ იყოს ესეთი მძაფრი, თუმცა ზოგჯერ ვამბობ, რომ მეგობრების გარეშე დავრჩი მეთქი, იმიტომ რომ ჩემს საახლობლო წრეშიც თითქმის არ არსებობს ოჯახი, რომელიც სრულად ოჯახით, ან ოჯახიდან ერთ წევრი მაინც არ წავიდა ემიგრაციაში. მე ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით ნატო დღევანდელი სტუმრობისთვის. მე მგონი ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოგვივიდა. იმედს ვიტოვებ, რომ გვექნება იმის შესაძლებლობაც და რესურსიც, რომ ჩვენი საქმიანობა მიგრაციის ქსელის და ასევე დამოუკიდებელი ორგანიზაციების საქმიანობის ფარგლებში გავაგრძელოთ იმ სიკეთეების მიტანა ჩვენს მოქალაქეებამდე, რის შესაძლებლობასაც გვაძლევს
გვაძლევდა და დღემდე გვაძლევს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და მხარდამჭერები, იმიტომ რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ამ მხარდაჭერის არსებობა. ხოლო რაც შეეხება ჩვენს მსმენელებს, ასევე მადლობას გადავუხდით და ჩვენი შეხვედრა მინდა დავასრულო იმ ინფორმაციით, რომელიც დაბრუნებული მიგრანტების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე მიმდინარეობს. ასოციაცია თანხმობას წყალტუბოში, თეთრი წყაროში და გორში ამ ეტაპზე გამოცხადებული აქვს მსურველების მიღება მოკლევადიან პროფესიული გადამზადების პროგრამებზე. მაქსიმალურად მოქნილები ვართ როგორც პროფესიის არჩევაში, ასევე პროფესიული კურსის განხორციელების თვალსაზრისით ადგილზე რო განხორციელდეს ხელმისაწვდომობაში, ამის პარალელურად ასევე სამივე მუნიციპალიტეტიდან უკვე გამოცხადებული გვაქვს ღია კონკურსი საარსებო წყაროს შექმნის ხელშეწყობის პროგრამებში მონაწილეობაზე, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია ასოციაცია თანხმობის Facebook გვერდზე გაეცნოს დეტალური ინფორმაცია, დარეგისტრირდეს, გამოგვიგზავნოს განაცხადი და ხელი შეუწყოს თვითონაც საკუთარი თავის გაძლიერებას და ხელახალ იმიგრაციაში წასვლის პრევენციას. მადლობა. მადლობა.